მშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. ყულევის სპორტი სანქციების ქვეშ აღარ მოექცევა. ევროკავშირი გაწყვეტილებას ცვლის, რის კონტექსტშიც შეფასების საგანია სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ სალივანის მიერ მაკაბოჭორიშვილისთვის გამოგზავნილი წერილი და ეს არ არის ერთადერთი წერილი, რომელიც ყურადღების ქვეშაა. კომენტარების საგანია ირაკლი ყობახიძის მიერ ირანის ახალი უზენაესი ლიდერისთვის გაგზავნილი შეტყობინებაც. მაშასე აღნიშნული წერილები მხოლოდ ორი თემაა მათ შორის, რაზეც დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ. კახა გოგოლაშვილი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი და ის ზუსტად ერთ წუთში შემოგვიერთდება. იქამდე კითხვალი გადავავლოთ ბოლოს სიახლეებს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სტაბილურობისა და ქვეყნის პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. ამის შესახებ განცხადება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ეუთოს დელეგაციამ საქართველოში რამდენიმე დღიანი ვიზიტი დაასრულა, რომლის მიზანიც დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის ხელშეწყობა იყო. ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში ამ სახელწოდებით ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. არსებული ინფორმაციით ევროპარლამენტარები შესაბამის რეზოლუციის მიღებას გეგმავენ, რომელსაც კენჭს 12 მარტს უყრიან. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სამართალდამცავებმა ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის მეთადონი, ალფა PVP და კეტამინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ კახა და მადლობა რომ გესწრებით. ბატონ კახა, მოდით დავიწყოთ წერილით, რომელსაც სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ სალივანი უგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკაბოჭორიშვილს. წერილით ვიგებთ, რომ მიღებულია გაწყვეტილება ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტიდან ყულევის ნავთობის ტერმინალის ამოღების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით ეს მოხდა იმიტომ, რომ ყულევის პორტის დასანქცირების არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, თუმცა განსხვავებულია ანალიტიკოსების თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასება, მათ შორის მათი აზრით ყულევი გადარჩა იმის გამო, რომ ის არის აზერბაიჯანული სოკარის მფარველობაში. ევროკავშირი კი აი დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აზერბაიჯანს ვერ დაასანქცირებდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მოხდა? მარტივად გითხავთ, ან თავიდან რატომ შეიყვანეს ყულევის ასე ვთქვათ პორტი სასანქციო სიაში, ან შემდეგ რატომ ამოიღეს? ალბათ ამას საჭირდება ძალიან დიდი ანალიტიკა, რომ მივხვდეთ, რომ სასანქციო სიაში ისე უბრალოდ არ შეყავთ. მათ ჰქონდათ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და ამის გამო იქნა შეყვანილი. მაშინ რატომ ამოიღეს? რატო ამოიღეს? იმიტომ მიეცათ გარკვეული დრო, იმიტომ რომ სანქციები არ იქნა მიღებული როგორც მოგეხსენებათ სწრაფად. მოხდა იქში და გართულებების გამო გადაიტანეს მათი მიღება და ამასობაში ალბათ მიმდინარეობდა ჩემი აზრით. მიმდინარეობდა ალბათ მძლავრი კომუნიკაცია მათ შორის აზერბაიჯანის მთავრობასა და ევროკავშირის მხარეს შორის და სრულად ვემხრობი მეორე ვერსიას, რომ უბრალოდ ამ ვითარებაში, რომელიც უფრო რთულდება, კიდევ უფრო მეტად გართულდა მას შემდეგ, რაც ირანში შეიჭრა, არ ვიტყვი, ირანთან ომი დაიწყო შეერთებულ შტატებმა და ისრაელმა და სადაც აზერბაიჯანი ესე ვთქვათ არ ჩართულა პირდაპირ, მაგრამ ირიბად რაღაც მონაწილეობა ესე ვთქვათ ხდება მისი. აქ უკვე რა თქმა უნდა კიდევ უფრო ასე ვთქვათ უხერხული გახდა ევროკავშირისთვის ეს სანქციის მიღება ამ მომენტში, როდესაც ყულევის პორტი არ არის მარტო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის აზერბაიჯანისთვის უმნიშვნელოვანესი და აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ნავთობი და გაზი საერთოდ ენერგოპროდუქტები, როგორც ვიცით, ძირითადად ახლა უკვე მიედინება თურქეთსა და ევროპაში. ამიტომ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქნებოდა ძალიან მძლავრი გაფრთხილება ასევე, რომ ეს არის, ესე ვთქვათ, სიგნალი, რომელიც უნდა გაითვალისწინონ და შემდეგ
პაკეტის მიღებისას თუ გაგრძელდა ეს პრაქტიკა, რომელსაც ჰქონდა ადგილი, რომელშიც იყო შემჩნეული ეს პორტი, ანის კომპანიები, რომლებიც ამ პორტში საქმიანობენ, აუცილებლად მოხდება დასანქცირება. ხო, აი რადგან ამბობთ, რომ ქართულ მხარეს მიეცა დრო, მოდით დევიდ სალივანის წერილის ერთ ნაწილზე გავამახვილოთ ყურადღება და იციტატა წერილიდან თავდაპირველად შემოთავაზებული იყო საქართველოში მდებარე ყულევის პორტის სანქცირების მე-20 პაკეტში შესაძლო ჩართვა რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების პორტში შესვლის გამო ეს საწყისი პოზიცია კი ხელახლა შეფასდა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ ბოჭორიშვილს მიმართავს სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს. მივესალმებით თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას, ან მომსახურების მიღებას, ასევე სოკარის ვალდებულებებს, რომ ის თავის საქმიანობას განახორციელებს ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით, ნათქვამია მოკლედ. კი, ეს ბოჭორიშვილისთვის გაგზავნილ წერილს. აი როგორ ფიქრობთ პირადად თქვენ რა მოლოდინინვად, რა შეიძლება შეიცვალოს დღის შემდეგ, როდესაც საქმე ეხება იმ ყულევის პორტის ფუნქციონირებას, იმიტომ რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება ქვეყანა არ გახდეს რუსეთის სანქციებისგან, ასე ვთქვათ, გვერდის ავლის საშუალება, თუმცა შევხედოთ, რას ამბობს მაკა ბოჭორიშვილი და ის ამტკიცებს, რომ არანაირი დამატებითი ვალდებულება არ არსებობს ქართული მხარისთვის. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადება როგორ უნდა გავიგოთ? ნუ ახლა გასაგებია, რომ ყველა განცხადება, რომელიც კეთება საქართველოს დღევანდელი მმართველობის მხრიდან, ყოველთვის შეიძლება შეფასდეს კრიტიკულად, შეიძლება ნახოთ და გამოვიჭიროთ ისინი უმამრავ წინააღმდეგობებში. ნუ ფაქტია, ევროკავშირის მხრიდან მოწერილი წერილი გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მხარე არასრულებდა, თუ ეს ვალდებულებები არსებობდა, პრაქტიკულად პოლიტიკური ვალდებულება ყოველთვის არსებობს, როდესაც თქვათ საქმე ეხება სანქციებს, თუ შენ გაქვს ევროკავშირთან ახლო ურთიერთობები, არსებობს პოლიტიკური ვალდებულება, რომ შენ იმის მხარეზე ხარ ამ კონტექსტში. შეიძლება სანქციებს არ უერთები, მაგრამ არც ახდენ სანქციების ტორპედირებას შეიძლება ასე ვთქვათ. და ეს წერილი პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ ესე იგი ვალდებულებები არსებობდა თუ არ არსებობდა, ქმედება, რომელიც ხორციელდებოდა, ან არ ქმედება პირიქით, წინააღმდეგობაში მოდიოდა სრულად ევროკავშირის საერთაშორისო სანქციების პოლიტიკასთან. ხო? და ეხლა თავისთავად როგორც ჩანს, იქნა მიცემული ძალიან დიდი დაპირებები, არანაირი ახალი ვალდებულებები, ეს ნათქვამია იმ კონტექსტში, რომ ეს ვალდებულება პოლიტიკური არსებობდა თავისთავად. მაგრამ ევროკავშირი რატო უსვამს ამას ხაზს? იმიტომ რომ მას სჭირდება რომ არაფერი არ ყოფილიყო, ის უბრალოდ მოიწერებოდა იმას, რომ ჩვენ კარგად გამოვიკვლიეთ საკითხი და აღმოჩნდა, რომ აქ დარღვევას ადგილი არ აქვს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო კვლავ გააგრძელებს, ესე ვთქვათ, ევროკავშირის სანქციების ამ კონტექსტში გააგრძელებს მოქმედებას, რომელიც არ დააზიანებს ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას. იქნებოდა ესეთი წერილი, მაგრამ ის წერილი, რომელსაც ჩვენ ახლა ვკითხულობთ, ხო? პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი, რომ ჰქონდა ადგილი წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს ქმედება ევროკავშირის ამ სანქციების გადაწყვეტილებებთან და ეხლა საქართველომ იცის რა უნდა გააკეთოს და დაპირებული არის. თავისთავად დაპირებები იქნა მიცემული, ეს ახალია თუ ძველია, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს იგივეა, რომ აი თქვათ, ბავშვი რომელიც ყოველდღე ამბობს, რომ გამოვსწორდებია მშობელს ეუბნება, როცა ის აგვიანებს, მასწავლებლებს ეუბნება, როცა ის სკოლაში აგვიანებს, რომ აი დღეიდან აღარ დავაგვიანებ, ეს ვალდებულება ყოველთვის არსებობს, რომ სკოლაში უნდა მიხვიდე დროზე, მაგრამ ის ყოველდღე ამ ვალდებულებას თავიდან ახმოვანებს, ხო? პრაქტიკულად ეს სიტუაცია გვაქვს ჩვენ ახლა და მეორე, რასაც მე ეჭვი მაქვს, მე მგონია, რომ ევროკავშირს უნდა ქონოდა ყოველ შემთხვევაში ამის რაღაცა ესეთი ტიპის იდეა, რომ გააძლიეროს მონიტორინგი თავად.
შეიძლება დაუშვა კიდევაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის რაღაც ჯგუფი ან შეიძლება რაღაც წერილშიც არის საუბარი რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა როგორ მოიქცევა დიახ ანუ ეს იმას ნიშნავს რომ უბრალოდ შეიძლება პირდაპირ ხორციელდებოდეს სპორტის მონიტორინგი იქ მაგალითად იყოს მივლენილი ერთი წარმომადგენელი ევროკომისიიდან არამედ სხვა ორგანოდან ევროკავშირის რომელიც ადგილზე დააკვირდება ამის უფლება აქამდე არ ექნებოდათ რა თქმა უნდა იმიტომ რომ სუვერენული ტერიტორია და მით უმეტეს ზღვა ითვლება ყოველთვის საზღვრად იქიდან 11 კილომეტრში უკვე სახელმწიფო საზღვარია და იქ თუ არ არის სახელმწიფოთა შორის შეთანხმება იქ არავის არ აქვს ვთქვათ იმითი დააკვირდეს რა გემი შემოდის და რა გემი გადის თქვენ მოლოდინი რომ აი სანქციების შიშით ქართული ოცნება გადახედავს ასე ვთქვათ რუსეთთან დამოკიდებულებას როდესაც საქმე ეხება სანქცირებული ტვირთების გამოვლენა გატარებას სხვა გზა არ ექნება ალბათ დიახ აქ არის საუბარი იმაზე რომ ის არ გადახედავს თლიანობაში ამ პოლიტიკას და მიდგომებს და საქართველოს ხელისუფლება გადახედავს თუ არა ამას კიდე დიდი მნიშვნელობა არ აქვს რადგან რუსეთი არის ამ თვალსაზრისით ბევრად უფრო პროაქტიული რუსეთს თუ ერთ გზას გადაუკეტავენ ეძებს მეორე გზას მეორეს გადაუკეტავ ეძებს მესამეს და ამ შემთხვევაშიც მათ უკვე დამუშავებული აქვს რაღაც სხვა სქემები რუსებს გულისხმობ სხვანაირად როგორ შემოუვარონ ამ ევროკავშირის სანქციებს ასე რომ აქ საქართველოს ხელისუფლებას არ დაჭირდება ბევრი ფიქრი უბრალოდ რუსებს ეტყვიან რომ რა ვქნათ აი ხედავთ როგორ დღეში ჩაგვაგდეს და ხო და ამიტომ დაგვანებეთ თავი მაგრამ ისინი მოძებნიან რაღაც სხვა გზას ბატონო კახა დავალოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები ყულების სპორტთან მიმართებაში იქამდე კიდევ ერთ წერილზე მინდა ვისაუბროთ და ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლების ქართული ხელისუფლების ირანის მოქმედ რეჟიმთან დღევანდელი ურთიერთობების საკითხზე გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია. აი პრემიერ ირაკლი ყობახიძის წერილია კრიტიკის საგანი, რომელშიც ირაკლი ყობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის უმაღლეს ლიდერად არჩევა მიულოცა. აი რა სიტყვით, მანამდე იყო სამძიმრის წერილი, სადაც ირანელი ხალხის დაღუპვასთან ერთად აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის გამოც იყო მწუხარება გამოხატული. ასეთი წერილები ირანში უნდა იგზავნებოდეს და ამას თქვათ, არც დიპლომატიური ურთიერთობებით გათვალისწინებული პროტოკოლიც გვავალდებულებს, თუ შეგვეძლო არც ერთი და არც მეორე წერილი არ გაგვეგზავნა. აი თქვენ თუ ხედავთ და შესაბამისად ამ თვალსაზრისით სხვა ანალიტიკოსების თუ პოლიტიკოსების მოსაზრებას იზიარებთ, ხედავთ დაშვებულ შეცდომას, როცა საქმე ეხება ირანის მოქმედ რეჟიმთან ურთიერთობას. საქმე იმაშია, რომ ყველაფერია დამოკიდებული პოზიციონირებაზე. თუ რაღაც ერთი პოზიციონირება აირჩია და გააჩნია მთავრობას ან ხელისუფლებას, ის მოქმედებს უკვე ამის ფარგლებში ყველა დიპლომატიური წერილი ან ვიზიტი ან ნებისმიერი დიპლომატიური ხასიათის აქტი ლაპარაკობ უკვე რაღაც განხორციელებული ურთიერთობებზე და რაღაცა გამომდინარეობს იქიდან უბრალოდ რა პოზიციონირება გაქვს, რა პოზიცია გაქვს არჩეული თავიდან. ეხლა საქართველოს აი ამ ხელისუფლებამ აირჩია ესეთი პოზიცია, რომ ნეიტრალური იყოს ამ სიტუაციებში მთლიანობაში. მაგალითად, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში არის აშკარად ნეიტრალური. ნუ ბევრი ამბობს, რომ ემხრობა რუსეთს, მაგრამ აქ უკვე ემოციური საკითხებია. მოქმედებით არის ნეიტრალური, ხო, რაციონალური ესე ვთქვათ განხილვით. მაგრამ ირანთან მიმართებაში არის ნამდვილად აქვს ასევე ნეიტრალიტეტი, ნეიტრალური პოზიცია და ნეიტრალურ პოზიციაში ხორციელდება, იშლება რაღაც გარკვეული პროტოკოლური გადაწყვეტილება. მე ხლა ამ წერილში, რომელიც ეს ბოლოს იქ ამიწერილი, დავაკვირდი და არ არის არანაირი ესე ვთქვათ გადამეტებული ემოცია, ნამდვილად არ არის. ანუ აქ არის ძალიან მშრალად და ზუსტად იმ ფრაზებია გამოყენებული, რომელიც მე მგონია, რომ გამომდინარე იმ პოზიციიდან შეიძლება ახლა ვიდაოთ იმაზე, რამდენად სწორია საქართველოს პოზიცია. ანუ მაგალითად უნდა ყოფილიყო სრულად ამერიკის და ისრაელის მხარეზე ამაში და მაშინ თავიდანვე უნდა ყოფილიყო ამ პოზიციაზე თუ არა? რა იქნებოდა სწორი პოზიციონირება დღეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აი იმ ვითარებაში, როდესაც ირანს სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი უტევენ. გეტყვით, აქ ამერიკაზე და ისრაელზე არ არის იმდენად საუბარი, საქართველოს სწორი პოზიცია იქნებოდა ის, რაც
რასაც ავალებს მას კანდიდატის ქვეყნის სტატუსი. ანუ მისი საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს 80%-ით მაინც სინქრონიზებული ევროკავშირის საგარეო. თუ შენ გინდა ინტეგრაცია ევროკავშირში, საგარეო პოლიტიკური აი ამ იმის დაახლოების და ჰარმონიზაციის გარეშე და ეს პირდაპირ კანდიდატის სტატუსის დაკავშირებულ მოთხოვნებშიც არის ჩამოყალიბებული. ეს იყო ჩამოყალიბებული უფრო ადრე კიდე ასოცირების შეთანხმებაში, რომ უნდა მოხდეს კონვერგენცია ჩვენი და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებში. ანუ რა პოზიციონირებაც აქვს ევროპას, ის უნდა იყოს. ანუ მაშინ არ იქნებოდა აუცილებელი, რა თქმა უნდა, ამის გაგზავნა, სამძებნის წერილის გაგზავნა, მაგრამ არც რაღაც დაგმობის წერილის ან რაღაცის გაგზავნა არ იქნებოდა, არც მონაწილეობას. საკმარისი იქნებოდა ჩვენ თუ უფრო მჭიდროდ ვიქნებოდით ასოცირებული ევროკავშირთან, როგორც მოიქცა მოლდოვა და უკრაინა, მათ ვითომ არაფერი არ ხდება, არანაირი რეაგირება, არავინ არ გაძალებს ამის გაკეთებას. მიუხედავად იმისა, რომ ახლო მეზობელი ხარ, ეს არაფერს არ ნიშნავს ამ შემთხვევაში. რადგან ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის წამოწყებულია ირანის მისამართით სამხედრო ოპერაცია, კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ, აი ბევრი ფიქრობს ქართველ ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილს გულისხმობ, რომ ქართულ ოცნებას ძვირი დაუჯდება საბოლოო ჯამში ის წერილები, რომელიც მან ირანში გაგზავნა და არის მოსაზრება მოლოდინი, რომ ამ წერილებს მკაცრი რეაქცია მოჰყვება შეერთებული შტატების მხრიდან. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება თქვას ამ წერილებზე ტრამპის ადმინისტრაციამ და მეორე მხრივ ხომ არ არის გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა იმის თაობაზე, რომ აი ამერიკას ექნება მწვავე რეაქცია? კი, ეს ჩემი სადით გადაჭარბებულია და პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოს ჯდება სამხრეთ კავკასიის კონტექსტში ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს ყოფილიყო იგივე პოზიციონირებით გამოსულიყო, როგორც ევროკავშირი. იმიტომ რომ ჩვენ სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო კი ვართ, მაგრამ ჩვენი მიღწევა სწორად ის იყო, რომ ჩვენ გავედით უფრო შავი ზღვის რეგიონში და გავედით საერთოდ ევროპული ინტეგრაციის, ესე ვთქვათ, შევედით ამ კონტექსტში და ევროპული ინტეგრაციის ნაწილი გავხდით. მაგრამ ჩვენ ისევ გამოვგლიჯეთ ჩვენი თავი აი ამ ჩვენს პრივილეგირებულ მდგომარეობიდან გადმოვიყვანეთ და ეხლა განვიხილებით უბრალოდ როგორც სამხრეთ კავკასიური ქვეყანა. ამ შემთხვევაში უყურებენ აზერბაიჯანის, სომხეთი, საქართველოს იგივე საქმეს და რითიც ისინი იმართლებენ თავს შეერთებული შტატების მთავრობასთან ან იგივე ისრაელთან. ისრაელი აგზელებს ჩვენი ვართ აზერბაიჯანთან ურთიერთობას, ხო და ასევე სომხეთთან აგზელებენ ძალიან ახლოდ. იგივეთი გაიმართლებს საქართველოს მხარე თავს. ანუ აქ მე ვერ ვხედავ დიდ საფრთხეებს ამ კონტექსტში, ნამდვილად ეხლა ეს გადაჭარბებულია. სხვა საქმე არის ჩვენ რომ აი ამას ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს თავისთავად ამოიყვანა ევროპული კონტექსტიდან და გადმოსვა ისევ სამხრეთ კავკასიაში, რითიც ჩვენ დავიწყეთ 90-იან წლებში და რისთვისაც ვიმუშავეთ 20 წელიწადზე მეტი და 30 წელი რომ ჩვენ გადავსულიყავით სხვა, ესე ვთქვათ, იმაში კონტექსტში და აი ეს არის ყველაზე დიდი და ის რომ ეხლა ხარ სამხრეთ კავკასიაში და რეალობის წინაშე ხარ, დაუცველი ხარ ყველა მხრიდან და შენ უნდა გაუწიო ანგარიში რაღაც ირანს ამ კონტექსტში და მიწერო ხოლმე წერილები რომ იმან რაკეტა არ გესროლოს. ეს უკვე იმის შედეგია, სწორედ რომ ჩვენ ამოგლიჯეთ ჩვენი თავი ამ კონტექსტში. საფრთხეების შესახებაც დავსვათ მაშინ ერთი კითხვა, რადგან ამ თემას შეეხეთ. ხო, ირანში მიმდინარე პროცესების ფონზე რა საფრთხეები არსებობს უშუალოდ საქართველოსთვის, შეიძლება ითქვას, რომ დისკუსიის საგანია ჩვენს ქვეყანაში ეს თემა და იცით თქვენ რომ სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა ფაქტობრივად ყველა, იქნება ეს ანალიტიკოსი თუ პოლიტიკოსი, ვინც კი ირანიდან რაიმე ტიპის საფრთხეს ხედავს. აი გვითხარით თქვენი პოზიცია, თქვენ თუ ხედავთ ირანიდან უშუალოდ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში მომდინარე საფრთხეებს, რა საფრთხეებია ესენი და მეორე მხრივ რამდენად ადეკვატურად რეაგირებს სუსი იმ საფრთხეებზე, რომელიც პოტენციურად შეიძლება არსებობდეს სუსი და სხვა შესაბამისი უწყებებიც. კი, ეხლა ძალიან გამიჭირდება მე სუსის საქმიანობის შეფასება, იმიტომ რომ ჯერ ერთი ტრანსპარენტული არ არის. საქართველოში განსხვავებით თქვა დემოკრატიული ქვეყნებიდან პრაქტიკულად საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი რა საკეთებს ვთქვათ ესეთი სახის სამსახურები რა საქმიანობენ და სად მეტი, სად ნაკლები შეიძლება რაღაცა ხსმენია, მაგრამ არ ვიცით რა რესურსს უთმობს მაგალითად
საგარეო აი საფრთხეებთან ბრძოლას და რა რესურს უთმობს შიდა ვთქვათ რაღაც კონტრდაზერვას იქნება თუ ეს რაღაც სხვა სახის საქმიანობა რომელსაც შპიონაჟის წინააღმდეგ მაგალითად შემდეგ ჩვენ არ ვიცით ამიტომ აქ შეფასება ჩემი მხრიდან იქნება რთული. რასაც ხედავთ ის როგორ უნდა შეფასდეს. მაგრამ ეხა გამოკითხვაზე დაბარება. ეხა ეს დისონანსი, აბსოლუტური დისონანსური თქვა ქმედება არის, რატო გეტყვით? იმიტომ რომ ჩვენ არ გვაგვიგია არანაირი ესე ვთქვა ქმედება, რომელიც მიმართულია რეალურად მართლა არსებული საფრთხეების აღმოსაფხრელად და ესეთ ცნობილ და ესეთ ხალხს იბარებენ, რომელსაც ვიცით აპრიორი რომ არანაირი ესე ვთქვათ რაღაც ესე დამატებითი ინფორმაცია არ იქნება. ნუ ამის გარეგანის სახე არის ესეთი, ესე იგი რახან ვიღაცამ ტელევიზორში თქვა რომ საქართველოში მოსალოდნელია ტერაქტების ჩატარება ან რაღაცა, ესე იგი უნდა დაიბარონ და გამოკითხონ თქვენ საიდან მიიღეთ ეს ინფორმაცია და იმისთვის რომ დაადგინონ მართლა შესაძლებელია თუ არა და მე იმოქმედონ, ხო? შეიძლება ესე იმართლონ თავი. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე ფორმალურად. მაგრამ ეს ამისთვის დაბარება სულ არ არის საჭირო, ჯერთ შეიძლება დაურეკოთ. არაფერი შეიძლება დაურეკონ და კითხო რომ თქვენ ეს უბრალოდ ისე თქვით, იმიტომ რომ გაგონილიდან თქვით თუ რაღაც ინფორმაცია თუ გქონთ, ხო შეგვატყობინებთ თუ რაღაც კონკრეტული ინფორმაცია იქნება და ეს უნდა გაკეთოთ, მაგრამ აქ არის დემონსტრაციულად გაკეთებული რაღაც გავს დაშინებას. მაშინ კიდევ ერთი კითხვა აი ამ დემონსტრაციას, დემონსტრირებულად აი ამ ადამიანების პოლიტიკური ელემენტია. მიზანი და გათვლა შეიძლება. პოლიტიკური ბრძოლის ელემენტებია. ეს არის ყველა ესე ვთქვათ პრაქტიკულად იმ აქტორების მიმართ ესე ვთქვათ რაღაც გამოყენება ესეთი დაშინების ესეთი სახის რაღაც ქმედების რომელიც мотиваციას გაუქმობს, რომ საერთოდ ხმა მოიღონ, თქვათ ესეთ საკითხებზე. მაგალითად ის რომ თქვათ საქართველოში მოსალოდნელია ტერაქტები და ასე შემდეგ. ეს ხო რაღაცნაირად ირიბად თუ პირდაპირ ხო უთხრის ძირს თქვათ ხელისუფლების პოზიციებს საზოგადოებაში. იმიტომ რომ მთავარი ესე ვთქვათ მესიჯი რა არის, რომ იმის გამო რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, დაცულია საქართველოს მოსახლეობა ომისგან დაცულია და ასევე დაცულია ყველანაირი ვთქვათ გარე საფრთხეებისგან. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება. ეს არის მთავარი მესიჯი და როცა ანალიტიკოსი გამოდის და იძახის რომ არა, თქვენ დაცული არ ახართ აბსოლუტურად. ხო, შეიძლება აქ ბომბი აფეთქეს, შეიძლება იქ რაღაცა ომი დაიწყოს, იქ შეიძლება ვიღაცა შემოიჭრას ან ასე შემდეგ. ეს უბრალოდ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ამიტომ აქ არის პოლიტიკური პრევენცია, ამას არ აქვს არანაირი რეალური, ესე ვთქვათ, რეალურ საფრთხეებთან ბრძოლის რაღაც დატვირთვა. აქ არის мотиваციის შეზღუდვა, რომ არ ილაპარაკონ ესეთი რაღაცეები და მოსახლეობას არ შეექმნას რაღაც შთაბეჭდილება, რომ ესე ვთქვათ, სინამდვილეში არ არის დაცული. გასაგებია, ბატონ კახა, რაც შეეხება უშუალოდ ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას, ლომის ღრიალს და ეპიკურბრის ხანებას, როგორც მას შესაბამისად ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები უწოდებენ და ვიდრე კითხვას დაგისვათ მაყურებლებს გავაცნობ ბოლო ინფორმაციას, რაც დღეს დილისთვის დაგვხვდა, მაგალითად ისრაელმა დაიწყო თეირანში დარტყმების კიდევ ერთი ტალღა, თავისუფლად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 16 ირანული დამნაღმელი გემი გაანადგურა, თავისუფლად კი ირანმა ისრაელს რაკეტებით 3-ჯერ შეუტია, ისე როგორც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის განცხადებით, კუვეითში ამერიკულ ბაზას 2 რაკეტა ესროლეს. აი რა პირი უჩანს საითმიდის პროცესები და ხომ არ არის გასაზიარებელი, მაგალითად გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის პოზიცია, რომ აშკარად არ არის ირანში ომის სწრაფი და დამაჯერებელი დასასრულისკენ მიყვანის საერთო ერთობლივი გეგმა. ხო. ნუ ახლა რო გითხათ რომ ერთზე უკეთესად ვიცი რა ხდება თქო. გარედან რა ჩანს. ნამდვილად. იმიტომ მაგრამ აქ მარტო მერცზე არ არის საუბარი. არც ერთი რაღაც ეს თქვათ საერთაშორისო ექსპერტი და არავინ პრაქტიკულად უკვე აღარ საუბრობს რომ ომი შეიძლება სწრაფად დასრულდეს და თავად ტრამპიც და ну ნეტანიაჰუ მით უმეტეს ამაზე არც ლაპარაკობს, მაგრამ თავად ტრამპის მხრიდანაც არ მოდის ესეთ სიგნალები. უფრო მეტად საუბრობენ იმაზე მთლიანად სოფლიოში, რომ ეხლა ტრამპი ეძებს გამოსავალს ამ მდგომარეობიდან, რომელშიც შეტოპა. ანუ მას ეგონა რომ ყველაფერს ბევრად უფრო სწრაფად მოახდენდა და აი ვენესუელას ეს არის ძალიან მარტივი ვთქვათ მიდგომა, რომ გონია რომ ერთი кейსი აუცილებლად გამეორდება სადმე სხვაგან და ვენესუელას кейსს გაიმეორებდა ირანში, მაგრამ აი ახლა რატო იზეიმეს ეგრე ძალიან ირანში ეს არჩევა აიათოლას შვილის
ხამეინის, ანუ ხამეინი უმცროსი, რატო აირჩიეს, რატო იზეიმეს ესე, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს არის განხილული უკვე როგორც ახალი დაბადება შეიძლება ითქვას ირანის აი ამ ისლამური რევოლუციის ახალი დაბადება, იმიტომ რომ ეს შიშები რომ ხამეინის და გარკვეული ლიდერშიპის მოსპობით ირანში შეიცვლება მდგომარეობა და განვითარდება ვენესუელის ვარიანტი, ანუ ტრანზაქციული გახდება სიტუაცია, მოლაპარაკებადი გახდება გარემო იქ, პრაქტიკულად დასრულდა, იმიტომ რომ და სხვათა შორის ისიც სიმბოლურია, რომ ის რამდენჯერმე იყო დაჭრილი, ანუ ის მოხდა უკვე ბომბების ქვეშ დაიჭრა ისიც და ამან კიდევ უფრო მეტი იშთაბერა რაღაცა ინსპირაცია შეიძლება ირანელებს, რომ აი ადამიანი, ვინაც თავად გამოცადა უკვე ამერიკელების დარტყმები და მაინც არ შეეშინდა და ესე ვთქვათ, აარჩევინა საკუთარი თავი. ეს არის სამწუხარო მომენტი, რომ ადვილად გამოსვლა ამ ომიდან. ეხლა წარმოიდგინეთ, ავღანეთში იყო სახმელეთო ოპერაციებით, ხო, ამერიკა შეჭრილი და ავღანეთი არის ირანზე უფრო პატარა ქვეყანა, ბევრად, ეკონომიკურადაც და განვითარების კონტექსტშიც, კადრების და ასე შემდეგ დონე და განვითარება, რა თქმა უნდა, ბევრად ჩამოუვარდება ირანს. ნუ არ ვლაპარაკობ, ხო, ბრძოლის უნარიანი ერია ავღანელები ნამდვილად, მაგრამ რამდენი წელი იყო იქ ამერიკა და უშედეგოდ, ხო? და ეხლა ავღანეთში შეჭრის გარეშე, აი ამ ტერიტორიების დაკავების გარეშე, რომ მარტო დაბომბვით, რომ შენ რაღაცა შეცვალო რეალურად, რეჟიმი შეცვალო, ან თუ გნებავთ რეჟიმი არ შეცვალო, მაგრამ რეჟიმი წამოიყვანო შენ პირობებზე, როგორც ვენესუელაში მოხდა. ეს არის უკვე ფანტასტიკის იქიდან და ეს უკვე ჩანს ძალიან აშკარად აი ამ ორკვირიანი. ანუ ხა რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ბოლოს მინდა რომ ისევ საქართველოში დავბრუნდეთ და უკვე ქვეყნისას ვთქვათ შიდა პოლიტიკურ სიტუაციას დაუთმოთ ეს რამდენიმე წუთი მithpro რომ საქართველოში ვიზიტით ყოფია უთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია კონკრეტულ პრობლემებზეც მიუთითებს და კონკრეტულ რეკომენდაციებს თუ მოწოდებებსაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლების მისამართით უფრო კონკრეტულად მაყურებლებს რომ უთხრათ დელეგაცია ერთი მხრივ აცხადებს რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სტაბილურობისა და ქვეყანაში პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს, აი მეორე მხრივ კი ქართულ ოცნებას ურჩევს იფიქროს აქციებზე დაპატიმრებული იმ პირების გათავისუფლებაზე, რომელსაც მინიმუმ სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვს. აი როგორ ფიქრობთ, რა გამოვა ამ ამბიდან? ხელისუფლებას ატიმრები, რომელთა საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, სჭირდება თქვენი აზრით ისევ ციხეში, თუ უჩანს პირი, რომ არ ვიცი, მართველი პარტია შესაძლოა ამ პირებთან მიმართებაში ეძებდეს გამოსავალს. კი, დარწმუნებულია, რომ ამ გამოსავალს დიდი ხანია ეძებს მართველი პარტია. და ის მოქმედებს გარკვეული ანალოგიებით, როგორც თქვა ტრამპი მოქმედებდა ანალოგიებით, ამ შემთხვევაში ანალოგიებით და უყურებს თქვა როგორ მოხდა ბელარუსში, როგორ ხდება სხვა ქვეყნებში. რამდენიმე ესე თქვა სცენარი არსებობს ამ კონტექსტში, როგორ ხდება იგივე ვენესუელაში თუ გნებავთ, სადაც დაიწყეს გამოშვება, ხო, პოლიტიკური პატიმრების პრაქტიკულად. ანუ რა თქმა უნდა, მას სჭირდება ნორმალიზაცია ევროკავშირთან, ამერიკასთან ამას არც მალავს და ნორმალიზაციის წინაღობა თუ არის პოლიტიკური პატიმრები პირველ რიგში, იმიტომ რომ აქ რამდენიმე საკითხია პოლიტიკური პატიმრები, ახალი არჩევნები და კანონების უკან გაწევა, ხო? ის რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში აირჩევს პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას, იმიტომ რომ ეს ყველაზე ნაკლებ ზიანს მიაყენებს მის ესე ვთქვათ შესაძლებლობებს. კანონების უკან წაღება აყენებს ზიანს, იმიტომ რომ მას აღარ ექნება საშუალება, რომ ისევ დააშინოს მოსახლეობა. ხო? ახალი არჩევნები რისკის ქვეშ აყენებს. ამიტომ ეს არის ყველაზე მინიმალური ზომა, რომელზეც დიდი სიამოვნებით წავა. ოღონდ ჭირდება რაღაც გარანტიები, რაღაც სიგნალები ჭირდება, რომ ამ შემთხვევაში მაგალითად აღვადგენთ რაღაცა ურთიერთობების ნაწილს, პოლიტიკურ დიალოგს მაინცებები ექნება, ასე რა თქმა უნდა, აქ ჭირდება მას მოლაპარაკება ევროკავშირთან, სხვა აქტორებთან იმისთვის, რომ ეს გააკეთოს. მაგრამ ეს არ არის, რა თქმა უნდა, სისტემური გამოსავალი სიტუაციიდან, სისტემური გამოსავალია ნორმალიზაციისთვის ის, რომ რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა აღდგეს ქვეყანაში და გარემო უნდა შეიცვალოს. ეს თუ არ მოხდა, მე მგონი სამომავლოდ გრძელვადიან, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დაუბრუნდებით იგივე პრობლემებს, რა თქმა უნდა.
მადლობა ბადო კახა, იმისთვის რომ დავითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. კახა გოგოლაშვილის დაუნიშნულობით ახლა რეკლამის შემდეგ ირაკლი ფავლენიშვილი შემოგვიერთდება, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ასე რომ დაგვაერთეთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ვრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ირაკლი და მადლობა რომ შემოგვერთით. ირაკლი, აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ქართულ ოცნებას და მოდით ამით დავიწყოთ. აი რამდენიმე დღიანი შეხვედრების შემდეგ, რომელიც შედგა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან, აი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პოზიციაა, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა განიხილოს მინიმუმ იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებსაც საპატიმრო ვადის ნახევარი ციხეში, რომლებმაც საპატიმრო ვადის ნახევარი ციხეში უკვე გაატარეს, როგორც ასამბლეის პრეზიდენტმა გუშინ აღნიშნა, ამის შესახებ უთხრა პრემიერ კობახიძესაც და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსაც. აი როგორ ფიქრობთ, რა იქნება ქართული ოცნების პასუხი და თუ ხედავთ ხელისუფლებისგან მისატყობნას, რომ პატიმრებად შეფასებულ პირებთან მიმართებაში შესაძლოა ამ ტიპის დათმობაზე წავიდეს. ჩვენ ვსაუბრობთ ეუთოზე, რომლის თავარი მისია გახავთ სოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ზრუნვა იმაზე, რომ მოხდეს ასე ვთქვათ თანამშრომლობის რაღაც მინიმალური სტანდარტის მიღებაც კი. ამიტომაც როცა ჩვენ ვლაპარაკობთ თუნდაც ამ განცხადებაზე, ძალიან ბუნებრივია, რომ ეს ორგანიზაცია ზოგადად არის მომართული საქართველოში იმისკენ, რომ პოლიტიკური პროცესის ჩიხიდან გამოვიდეს, მათ შორის დემოკრატიული უკუსლო კი არა, დემოკრატიის სრული ლიკვიდაცია ამ ქვეყანაში ასე ვთქვათ, გამოსწორდეს და დემოკრატიული პროცესი ხელახლა დაიწყოს. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ეს კარგად ესმით მათ. კარგად ესმით ორი რაღაც მარტივი ხო, რომ თუ პოლიტიკურ სუბიექტებს გრძალავ და პოლიტიკურ პარტიებს გრძალავ და მათ ლიდერებს იჭერ, შეუძლებელია ქვეყანაში რაიმენაირად გაჩნდეს სივრცე თანამშრომლობისთვის, ხო? ამიტომაც მათი მესიჯი არის ძალიან მარტივი, საჭირო არის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა მათაც კარგად ესმით, არც აბსოლუტურად ყველა აქტორს ძალიან კარგად ესმის. ყველა ინსტიტუციაში სოფლიოში და მთელ ცივილიზებულ საყაროში რომ შეუძლებელია აი ეს მოხერხდეს თუ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გაგრძელდება თუ პოლიტიკური თევნა გაგრძელდება და რეპრესიული კანონმდებლობა დამძიმდება. ნუ ფიზიკურად შეუძლებელია და არავინ არ არის გულუბრყვილო და მიამიტი მათ შორის ესეთ მნიშვნელოვან ავტორიტეტულ ორგანიზაციაში და ყველას კარგად ესმის თუ რა არის მთავარი საფრთხე და წინაღობა ამ გზაზე. ირაკლი, სხვა შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედიასთან გუშინ თქვა ისიც, რომ მოითხოვეს აქციებზე დაკავებული პატიმრების საპატიმროებში მონახულება, მათ შორის განსაკუთრებით მზია ამაღლობელის, თუმცა მიიღეს უარი ეს მოთხოვნა დავაყენეთ პრემიერთან, პრეზიდენტთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან, მაგრამ მათ გვიპასუხეს არა, ამბობს პერე ჟუან პონს სან-პიეტრო. აი რითი უნდა აიხსნას ხელისუფლების უარი? რატომ შეიძლება სტუმრების მიერ პატიმრების ნახვაში პრობლემას ხედავდეს ქართული ოცნების ხელისუფლება? ქართული ოცნების ეს რეჟიმი არამხოლოდ იხაკეთებს ამას, არამედ მე შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილიძე როცა ჩვენი პოლიტიკური გუნდი აქტიურობდა, ამაზე ვაკეთებთ აქცენტს, რომ ეს პოლიტიკური სიმპათია ანტიპათიის პრობლემა არ გახავთ, თუ ქვეყანაში ასეთი მასშტაბის, ასეთი ცნობადობის და გავლენის და მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურ ფიგურას ყველა უფლებას უზღუდავ, თუ პატიმრის უფლებებს უზღუდავ, დარეკვის უფლებას და მიღების თუნდაც ნებისმიერი გზავნილის მიღების უფლებას უგზავნო და ამავდროულად არ უშვებ მასთან ევროპარლამენტარებს, ეს შეზღუდვა და აკრძალვა და არ ვიცი, დევნის ნაირსახეობები გავრცელდება აბსოლუტურად ყველა სხვა პოლიტიკურ ოპონენტზე. და ამაზე ვსაუბრობდით და ეს მოხდა კიდევაც ვიტყვი, სადაც მიხეილ სააკაშვილიძე გაუვიდათ სამწუხაროდ თავის დროზე, მერე ჩათვალეს რომ გაუვათ ყველაზე და დღემდე ესე არიან ძალიან ურცხვად, უტიფრად, აბსოლუტურად ყველანაირი საერთაშორისო მართლობის პრინციპების დარღვევით უგზალავენ ყველა პარტნიორს და მით უმეტეს ეს მნიშვნელოვანი დელეგაციის წევრებს. რა შეიძლება იყოს? აი რა პრობლემაა თუ კი ტექნიკურად ახლა რა მიზეზს იძახიან ეს? მოინახულებს ამა თუ იმ ტექნიკურად მიზეზს რას იძახიან ეს ჩემთვის ახლა პირდაპირ საინტერესო არც გახლავთ, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში მუდმივად რაღაცა მიზეზს იშვილებენ ხოლმე, როგორც მიხეილ სააკაშვილიძე ხდებოდა, ხო? ახლა კონკრეტულად რა ტექნიკური მიზეზი მოიშველეს არ ვიცი, თუმცა მიზანი რა არის მარტივია, ხო? პოლიტიკური პატიმრები არიან აბსოლუტურად იზოლირებულები და პოლიტიკური პატიმრები არიან ყველა უფლებას შელახულები და არ სურთ რომ მათ შორის აი ეს რაღაც ფაქტი დაფიქსირდეს, რომ საერთაშორისო დელეგაციის წევრებმა მოინახულონ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები და ამონათ რომ
ეს ამბავი ზოგადად მოხდეს. ირაკლი, ახლა მინდა შევხედოთ რა წერია პრეს-რელიზში, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ირაკლი ყობახიძის შეხვედრის თაობაზე თავად მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მაშინ ნათქვამია, რომ საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და ეუთოსთან პარტნიორობის გაძლიერებას, ანუ არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი არც მზია ამაღლობელთან შეხვედრის მოთხოვნაზე, არც ამ მოთხოვნაზე ხელისუფლების ვაჟზე და არც იმაზე, რომ ეუთოს საპარლამენტო დელეგაციამ დასვა აქციებზე დაპატიმრებული პირების გათავისუფლების საკითხი. აი რა გონიათ მიზეზები იმის, რომ მთავრობის ადმინისტრაცია არც ერთ ამ მნიშვნელოვან საკითხს ოფიციალურ პრეს-რელიზში არ იმჩნევს და ასე ვთქვათ არ ამხელს. რა თქმა უნდა, ჩვენ ხედავდით მათი მხრიდან აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებას, გვახსენდებოდა ალბათ ჩრდილოეთ კორეა ბოლო წლების მანძილზე, მე ამბავი ხა ძალიან კარგად ამახსოვრდა და მე ყველა საუბრობდა ამაზე, რომ თამალეს საფეხბურთო მატჩის ანგარიში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩრდილოეთ კორეაში, ხო, დაახლოებით აი ესეთ მდგომარეობაში ამყოფებენ საკუთარ მხარდამჭერებს ოცნების წარმომადგენლები ბოლო წლების მანძილზე. აი ესაუბრებიან, რომ 20 იანვარს თურმე გვეშველება და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება და ყველაფერი კარგად იქნებაო. ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლასთან დაკავშირებით იყო ეს მოლოდინი გაჩენილი. პირდაპირ მათ სატელევიზიო, ასე ვთქვათ, ეთერებში იყო ამაზე საუბარი, თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ არაფერი არ შეიცვალა. 20 იანვრის შემდგომ სანქციები ისევ არის დაწესებული და ისევ გრძელდება ეს სამწუხაროდ იზოლაციური მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის, თუმცა ნუ ამას ახლა ძალიან ბუნებრივი მიზეზი აქვს ივანიშვილის სახით და მათ შორის ხედავთ ხოლმე, რომ როდესაც პირდაპირ კრიტიკა ისმის ხოლმე კონკრეტული აქტორების მხრიდან, ჩვენ ვიცით, რომ ეუთო არის ესეთი ტიპის ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის უფრო კონსტრუქციული არის, ყოველთვის უფრო მომართულია იმისკენ, რომ ორივე მხარეს, ვინც არ უნდა იყოს, ორივე მხარეს წარმომადგენელი ერთი მხრივ სულ მოძალადე იყოს და მეორე მხრივ შეფრული იყოს, ეუთოს მისიაც ამაში არის, რომ ყველას შორის თანამშრომლობის გზებზე იზრუნოს. არ აქვს მისთვის მნიშვნელობა, არ ვიცი, ხა თანაბრად დამნაშავე მხარეები არიან თუ ერთი მხარე არის მარტო დამნაშავე და მეორე არ არის, ხო? ამიტომაც ეხა შეეცადნენ რახანეს ძალიან ასე ვთქვათ სპეციფიური ორგანიზაცია არის, ამ ორგანიზაციის მხოლოდ ეს ზოგადი გზავნილები მიეტანათ მათ პირდაპირ ელექტორატზე და არ მიეტანათ ის გზავნილები, რომელიც მათთვის არის დამაზიანებელი და სახიფათოებით, რომ ამ დასკვნაშიც ნათლად დაინახავ, ხო, ესეთი ორგანიზაცია რო არის სპეციფიური და აქ რო პოლიტიკურ პატიმრებზე ესეთი რამ წერია, ეს უკვე ცალსახად ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა ამ ქვეყანაში დამტკიცებულია საერთაშორისო დონეზე. ამიტომაც ახლა ამ გზავნილების მიტანა ოცნების ამორჩევლის ყურებამდე უბრალოდ ოცნებას არ სურს, ამიტომაც აქცენტს აკეთებს ამ პრობლემაზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ სხვა განცხადებებსაც მინდა დავუთმოთ ცოტა დრო და ახლა უკვე მისი პოზიცია და ზოგადად არა მხოლოდ მისი, არამედ დელეგაციის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების მთავარი მიზეზი ეს არის პოლიტიკური დიალოგის არარსებობა, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა, სტაბილურობისა და ქვეყანაში პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს, ამბობს ასამბლეის პრეზიდენტი. აი, რატომ არ არის პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური დიალოგი ამ კითხვაზე ქართული ოცნების პასუხია, რომ მიზეზი არის ერთადერთი ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. აი, თქვენ რა პასუხი გაქვთ იგივე კითხვაზე და თქვენ რა გონიათ დიალოგის ნაკლებობის კი არა ფაქტობრივად არარსებობის თავი? ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი, როდესაც ქვეყანაში არჩევნებს აყალბებთ, როდესაც ქვეყანაში ყველა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ლიდერს ციხეში ამწყდევ, როდესაც ყველა ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას აანონსებ და იწყებ ამ პროცესს და როდესაც ტროტუარზე დგომის გამო, ქუჩაში აქციის ჩატარების გამო ადამიანებს აყადაღებ და პატიმრობისთვის იმეტებ, ძალიან რთულია საუბარი იმაზე, რომ შენ რაიმეს აკეთებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რაიმე პატარა სივრცე, აი მინიმალური სივრცე დარჩეს დემოკრატიული პროცესისთვის. ეს არის ძალიან ცალსახა ამბავი და რა თქმა უნდა, ყველა ობიექტური დამკვირვებელი ამას ხედავს და ამჩნევს. რაც შეეხება ზოგადად ახლა დემოკრატიულ პერსპექტივას ამ ქვეყანაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც არსებობს რეჟიმი, რომელიც ყველა სხვა ადამიანს უყურებს როგორც მტერს, შეუძლებელია თანამშრომლობისკენ იქნას გადადგმული ეფექტური ნაბიჯები. ივანიშვილი პირდაპირ აღიქვამს ყველას გარდა ხოცებისა ტრად და ეს არის მათი რიტორიკაც და მათი საქმეც. ამიტომაც ახლა ამ პირობებში რა თქმა უნდა საუბარი იმაზე, რომ რაღაცა დემოკრატიული პერსპექტივები იქნება, არის ძალიან ზედმეტი. ხო, ისევ მოკლე ციტატა ასამბლეის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებიდან დემოკრატია შეჯიბრია საკითხი პრემიერ-მინისტრთან და დანარჩენ აქტორებთან წამოვაყენეთ, აუცილებელია ყველა პარტიას შეეძლოს შეჯიბრიო, ასეთია მისი პოზიცია. კიდევ ერთი კითხვა ამ თემაზე და მე უკვე ოპოზიციურ ალიანსზეც მინდა მოვასწროთ საუბარი. ერთია ვთქვათ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა ოცნებამ იმისთვის, რომ პოლიტიკური სპექტრი აი დიალოგის რეჟიმში დაბრუნდეს, თუმცა მეორეა რა ნაბიჯები
ნაბიჯები უნდა გადადგეს ამისთვის თავად ოპოზიციურმა სპექტრმა. იქნებ გითხრათ თქვენი გასაკეთებელი, ანუ ოპოზიციური ძალების გასაკეთებელი რა არის იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებისკენ რაღაც ეს თქვა დაიძრას პროცესი და ეს დადებითი დინამიკა დაინახოს ბოლოს და ბოლოს საზოგადოებამ ამას. ვინ უნდა ქნას ეს ხო, ანუ ერთი მხრივ რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მეორე მხრივ ოპოზიციის მხრიდანაც ხომ არ არის შესაბამისი ნაბიჯები გადასადგმელი თქო ეს იყო ჩემი კითხვა. ნახეთ, სანამ არ არსებობს სივრცე, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, მანამდე ოპოზიციას ახლა რა შეუძლია, ხო გააკეთოს, ახლა ფიზიკურად შეუძლებელი არის ოპოზიციამ რაღა უნდა დათმოს, ახლა მაშინ უნდა გავიქმნოთ ჩვენი თავი, უარი ვთქვათ პოლიტიკურ ფუნქციონირებაზე, უარი ვთქვათ ოპოზიციაში ყოფნაზე, იმიტომ რომ სხვა გზა ამ ეტაპზე არ არსებობს, ხო, უბრალოდ ამ ხალხის მიზანი გაცხადებული და მათ შორის კონკრეტული პოლიტიკური სამართლებრივი ნაბიჯები, რასაც ისინი დგამენ, არის მიმართული იმისკენ, რომ მოგუდონ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია საშუალებები. და ამ დროს ჩვენ წინააღმდეგობის გარდა სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია ფიზიკურად. მაშინ უნდა შევეგუოთ. ეს ორი ვარიანტი აქვს. ეხლა ოპოზიციას ან აგრძელებს ბრძოლას და წინააღმდეგობას, ან ეგუება. და ნუ შეგუება თავისთავად მარცხს ნიშნავს და აბსოლუტურად ამ ქვეყნის ჩაბეტონებას დიქტატურაში და ავტოკრატიაში. ეხლა რომ საერთაშორისო განცხადებები კეთდება, ეხლა რომ შანსი აქვს ამ ქვეყანას, შანსი აქვს იმიტომ რომ რუსთავაზე პროტესტი არ მოკვდა, იმიტომ რომ ოპოზიციური პარტიები ამას არ შეეგუენ და იმიტომ რომ თავისუფალი მედია საშუალებები, მათ შორის როგორც ეხლა თქვენი მედია საშუალება აგრძელებენ თავისუფალი სიტყვისთვის საშუალების მიცემას, ხო? ამიტომაც ვამბობ, რომ ჩვენ ამ ეტაპზე რაც გვაქვს გასაკეთებელი, უბრალოდ ეფექტურად უნდა გავაგრძელოთ წინააღმდეგობა. ეს არის თავი გასაკეთებელი, რომ ვაიძულოთ ივანიშვილის რეჟიმი იმისთვის, რომ მოხდეს ამ სისტემის დემონტაჟი, იმიტომ რომ ამ სისტემის დემონტაჟის იძულება არის ძალიან მარტივი ფორმულა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომ ავტოკრატიული რეჟიმი უნდა მიხვდეს, რომ არ არსებობს რესურსი ამ ქვეყანაში ამ რეჟიმის შენარჩუნების, რომ ამ რეჟიმის ყველა ძირითადი ბოძი არის იმდენად მორყეული უკვე თავისი აი ამ მე გულისხმობ აი მოძალადეებს, რომლებსაც სურთ რომ თავისუფალი სიტყვა წაგვართვან იმ ამ შეკერილ საქმეების წარმოებისთვის აღარ არსებობს რესურსი, აღარ არსებობს რესურსი იმისთვის, რომ პოლიტიკური ლიდერების დევნა გაგრძელდეს, აღარ არსებობს რესურსი იმისთვის, რომ ეს პროპაგანდისტული მანქანა ატყუებდეს კიდევ სხვა საქართველოს მოხალხეს. როცა მიხვდებიან, რომ უკვე საერთაშორისო და შიდა წნეხის შემდგომ მათი სისტემის ედი არის ასეთი დამძიმებული, მათ რა თქმა უნდა სხვა გზა არ უნდა დარჩეთ გარდა თავისუფალი არჩევნების ჩატარების და პოლიტიკური პატრონების გათავისუფლების, იმიტომ რომ კეთილი ნება ამ ხალხს არ გააჩნია. კეთილი ნება იმისა, რომ ამ ქვეყანაში იყოს შვიდობა, კეთილდღეობა, სტაბილურობა, პოლიტიკური მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია რო არ იყოს, ამით პოლიტიკური ნება მათ არ გააჩნია. ამიტომ ჩვენ უნდა წინააღმდეგობის გზით ვაიძულოთ რომ ეს ნაბიჯები გადაიღოს. ირაკლი არ რჩება ბევრი დრო, ამიტომ ახლა მინდა რომ ოპოზიციურ ერთობაზეც დაგისვათ კითხვა, მით უფრო რომ დაპირისპირებისაც კონკრეტული ფაქტი იხილა რამდენიმე დღის წინ საზოგადოება მიუხედავად თავად პარტიებს შორის შეთანხმებისა, რომ ასე არ მოიქცეოდით და ერთმანეთს არ გააკრიტიკებდით. გულისხმობ თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშვილსა და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის შეკამათებას კი არა და შეკამათებაზე მეტი იყო, შეგვიძლია ვთქვათ ურთიერთდაპირისპირება შემთხვევას, რაზეც სხვა შორის თქვენს პარტიას განცხადების გაკეთება მოუწია. ნაციონალიზმს რომ თქვა, რომ ემიჯნება ნებისმიერ თავდასხმას. ამაზე არ მოუწია განცხადება. ფაქტობრივად ზუსტობა უკასავ თუ შეიძლება. მაგაზე არ გაუკეთებულა ეს განცხადება გაკეთდა. ანუ კარგი დაასრულეთ და მე ვიგებ. ანუ ყოველ შემთხვევაში განცხადების პათოსი იყო ის, რომ მოუწოდეთ პარტიის ყველა წევრსაც და ამავე დროს მხარდაჭერებსაც დაიცვან შეთანხმების წესები და ძალისხმევა ოპოზიციური ალიანსის გაძლიერებისკენ მიმართოს. აი მე კითხვას დაგისვამთ და მე უკვე დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. ხომ არ ჩანს, რომ აი ოპოზიციური ალიანსის ასე ვთქვათ ქოლგის ქვეშ ცხოვრება და ყოფნა არ არის მარტივი და თუ კი პოლიტიკური თანაცხოვრება რთულია და გიჭირთ, რამდენად რთული იქნება საზოგადოებამ დაინახოს, რომ თქვენი ერთობა, ეს ოპოზიციური ალიანსი იქნება ეფექტური და იქნება ქართული ოცნების რეალური ალტერნატივა. ჩვენ საუბრობთ იმ ალიანსზე, რომელიც არის აუცილებელი, იმიტომ რომ თუ წინააღმდეგობაში ხარ ჩართული და თუ რეალურად იაზრებ იმ საფრთხებს, რაც ქვეყნის წინაშეა, მაშინ კარგად ხვდები, რომ თუნდაც აი საპროტესტო აქციას როცა მართავ, ჯობია რომ ყველა წინააღმდეგობაში ჩართული პოლიტიკური ზალა ერთ მაგიდაზე იჯდეს და ერთად გეგმავდეს ამ აქციას, ვიდრე ცალ-ცალკე ვიყოთ და ცალ-ცალკე გეგმავდეს და 2 და 3 ძალას შორის ხო ეფექტურობის თვითონ ამ საპროტესტო აქციებს, როცა საზოგადოებრივ აქტიურ ჯგუფებთან აქვს კომუნიკაცია, ჯობია არა ერთი და ორი პოლიტიკური ზალა ხდებოდეს, არამედ ყველა ვინც არის ჩართული ამ წინააღმდეგობაში. რა თქმა უნდა დაგსაკვსოს და ფრაგმენტაციას ყოველთვის ჯობია ერთიანობა. როცა საგარეო პარტნიორებთან ვსაუბრობთ, თუნდაც ჯობია წინასწარ ვიცოდეთ საერთო მესეჯები, მათი საერთო მესეჯები და ესეც უფრო ეფექტურს ხდეს საგარეო
ასე ვთქვათ, ფრონტზე კომუნიცირებას, მაგრამ ეხლა როცა ვსაუბრობ ჩვენ კონკრეტულად რაღაც პატარა შეიძლება რაღაც დაპირისპირების კერებზე, ეს შეიძლება მუდმივად არსებობდეს, ეხლა არ ვიცი, ეხლა ჩვენ იმით განსხვავდებით ივანიშვილის რეჟიმისგან, რომ იქ ეხლა რა თქმა უნდა გასაგებია, რომ საჯაროდ არასოდეს არ გამოვა დაპირისპირება იქამდე, სადამ ეს კლანური დაპირისპირება იმ დონემდე მივა, რომ ვიღაცებს დაიჭერენ და ვიღაცებს უბრალოდ მოაშორებენ, ხო? და წმენა დაიწყება. მანამდე ეხლა ივანიშვილზე და ეხლა მაგალითად სხვა ფრაქციებს შორის დაპირისპირება საჯაროდ გამოტანას ისინი ცდილობენ ხოლმე რომ არ მოხდეს ხოლმე, ხო? ეხლა Facebook მომხმარებლებს არ გულისხმობ აქტიურს მათ ხარდამჭერებს მათ დონეზე უფრო ჩანს ხოლმე ეს ყველაფერი. ამიტომ ეხლა მომავალში შეიძლება მოხდეს ხოლმე კონკრეტული ამბები, მაგრამ იმიტომ არსებობს წესები, იმიტომ შეიქმნა ეს წესები და იმიტომ არსებობს ეს პრინციპები, რომლებიც უფრო მინიმიზაციას ახდენს იმ საფრთხეების, რომელიც შეიძლება ამ დაპირისპირების შედეგად გაჩნდეს. და მათ შორის მინიმიზაციას ახდენს საფრთხეების იმ მიმართულებით, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები მიიღონ აქტორებმა ისეთი, რაც გამოიწვევს უფრო დიდ დაპირისპირებას სხვა ძალებს შორის, ხო? ანუ ადრეაც პეტრე ცისკაშვილი შემთხვევით ბოდიშის მოხდას ხომ არ აპირებს იმის გამო, რაც მოხდა, იმიტომ რომ მაინც გამოდის, რომ სწორედ პეტრემ წამოიწყო, ესე ვთქვათ, თამარ ჩერგოლეიშვილმა ის დაპირისპირების მაგვარი ფაქტი, რაც მოხდა. თქვენ ფაქტობრივ ეთყობა არ იცით ზუსტად რაზე მოხდა განცხადების გაკეთება, ანუ სრული პატრიოტიზმით გეუბნებით უბრალოდ, იმიტომ რომ ეს კონკრეტული განცხადება გაკეთდა არა ამ კონკრეტულ პერსპექტივას თავისუფლების ხო, ბატონო, როგორ არ ვიცი, რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ რა ჩერგოლეიშვილზე არა, ისე როგორც ნაციონალური მოძრაობის თავი კითხვა რო დასვით ჩერგოლეიშვილის და ცისკაშვილის დაპირისპირების ჭრილში რო დასვით, მაგიტომ ან თავარი მაგ შემთხვევაში ეს არ იყო. რაც შეეხება ზოგადად პათოს, ანუ ჩვენ ახლა ამ ეს წარსული ჩავლილი ამბავია ბოდიშის მოხდა, რა ვიცი, არავინ არ აპირებს ნამდვილად დარწმუნებულად ბოდიშის მოხდას, ბოდიშის მოსახდელი პეტრე ცისკაშვილს ნამდვილად არ აქვს. რაც შეეხება ზოგადად პოზიციას, ძალიან არა მარტო ნაციონალურობა, მაგრამ ყველა აქტორმა უნდა გაითვალისწინოს ეს პრინციპები და წესები და ყველამ უნდა გაითავისოს ის, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ის პოლიტიკური ძალა, რომელთან თანამშრომლობა არის საამაყო და არა დასაძრახი ან თავისამართლებელი და რა თქმა უნდა ყველამ ჩემი აზრით ძალიან კარგად გაიაზრა პარტიის ამ ალიანსის შიგნით ბევრი რამ. მე რატო ვამბობ ამ ყველაფერს? იმიტომ რომ ამ წესების მუშაობა მათ შორის რა თქმა უნდა ამაზე არის მნიშვნელოვნად მომავალში დამოკიდებული, მაგრამ მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი. გუშინ მიხეილ სააკაშვილმა ძალიან პოზიტიურად ისაუბრა თუნდაც თავისუფლების მოედნით თუ რახან აი ამ პოლიტიკურ ზალაზე წავიდა საუბარი, ძალიან პოზიტიურ ჭრილში ისაუბრა თავის კიდევ ერთ პოლიტიზირებულ სასამართლო პროცესზე, მათ შორის კონკრეტულ თავისუფლების მოედნის ლიდერებზე, რომლებიც ძალიან კომპეტენტურ და ძალიან საინტერესო ფიგურებად მომართლა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მათ შორის წარსულშიც ყოფილა ბევრი განსხვავებული აზრი, ხო, ჩვენ შორის და მეც ნამდვილად ვიზიარებ ამ მხრივ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას. კეთილი, ირაკლი, მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ამით დავასრულოთ, ირაკლი ფავილნიშვილის დავნაშიდობებით, დღეს ნეws room-იც ამით დასრულებულია, ერთმანეთს ყოველ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.